ქალაქ ზუგდიდიდან ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ბუნდოვანი სიტუაცია შეიქმნა მას შემდეგ, რაც ხობის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები შეხვდნენ მის უწმინდესობას ყაზბეგში და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კათოლიკოს პატრიარქი თანახმა იყო ეს სიწმინდე ერთი დღით გაბრძანებულიყო ხობის მონასტერში, მაგრამ არ ითქვა იმ პირობის შესახებ, რომ პროცესს არ უნდა მოყოლოდა შფოთი და დაპირისპირება. მათი ნათქვამის მიხედვით იქნებოდა შთაბეჭდილება იმისა, რომ ეს თემა ყველა დონეზე იყო შეთანხმებული და პრობლემა არ შეიქმნებოდა. მაგრამ დღეს ზუგდიდში განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპირო სურათი წარმოაჩინა. ბუნებრივია მისი უწმინდესობაც ზოგადად ეკლესიაც ასეთ ვითარებაში მხარს ვერ დაუჭერს ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებას, რაც საქართველოს საპატრიარქოს 14 სექტემბრის განცხადებაშიც გარკვევით იქნა დაფიქსირებული. შევნიშნავთ იმასაც, რომ რადგანაც ეს სიწმინდე დაცულია მუზეუმში, სახელმწიფოს მიერ და ეკლესია მასზე პატრონას ვერ განახორციელებს, თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს ხელისუფლებამაც, მით უმეტეს, რომ თავისი თანხმობა მათი მხრიდანაც იქნა გაცემული. რომელს მადლობას მოვახსენებ. მე დავუძო. გავრცელებული არის დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. შეგეცდიოთ დედაფთისმშობელი თავის ხალხთან გადაგიხადოს.